მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და ამით დაგვეხმაროთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს აქ ამ პლატფორმაზე. დღეს მინდა იმის შესახებ გიამბოთ, თუ როგორი ჩახლართულია ვეფხისტყაოსანში გმირების წარდგენის სქემა, როდესაც ამბავი მთხრობელი პერსონაჟისგან შორს ხდება და ამიტომ იგი გვიამბობს არა თავის მიერ ნანახს, არამედ სხვის მიერ ნანახს და სხვის მიერ მოყოლილს. პოემის ის გმირი, რომელიც ყველაზე დიდხანს იმყოფება მთხრობელის თვალის მიღმა, რა თქმა უნდა, ნესტან-დარეჯანია. ხოლო პოემის ის გმირი, რომლის ცნობიერებაშიც მისხალ-მისხალ იკინძება ნესტან-დარეჯანის თავგადასავალი, რასაკვირველია ავთანდილია. გაგიკვირდებათ და პოემის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც უშუალოდ წარუდგენს მკითხველს ნესტან-დარეჯანს, ეს არის არაბეთის მეფე როსტევანი და ეს ხდება პოემის ბოლოს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ნესტანის წარდგენა ხდება ისეთი მთხრობელის მიერ, რომელიც მკითხველისგან ზოგჯერ მეტად და ზოგჯერ ნაკლებად არის დაშორებული. ახლა მინდა მივუყვეთ ნესტან-დარეჯანის თავგადასავალს და ვნახოთ ვინ როგორ წარადგენს მას და სანამ მე გიამბობთ, თქვენ დააკვირდით ვინ რა აქცენტს აკეთებს და გადაცემის ბოლოს ერთად შევაჯამოთ. ინდოეთის მეფის ასულის შესახებ პირველი მთხრობელი, რა თქმა უნდა, ტარიელია. ის უყვება ავთანდილს, როგორ დაიბადა ნესტან-დარეჯანი, როგორ იზრდებოდა ტარიელთან ერთად 7 წლამდე. როგორც ტარიელი ამბობს, მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზესა, შუქთან ასამალსა. ზის სამმაგი შუქი ქონდაო თავიდანვე რომ დაიბადაო, ამას ამბობს და ერთი სტროფის შემდეგ ამატებს, მას ქალსა ნესტან-დარეჯანი იყო სახელად ხმობილი, 7 საწლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, თვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ შეფრობილი. 7 წლის ასაკში იყო წყნარი, გონიერი და თვარის მსგავსი, მზეც კი ვერ შეედრებოდა სილამაზითო. ნესტანის მეტაფორად მთვარის ხსენება ჩვენ პოემაში ბევრჯერ გვხვდება და კიდევ გვხვდება ყველაზე ესეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ქაჯეთის ციხე აღებულია და ნესტანი და ტარიელი ხვდებიან ერთმანეთს, ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა. ნესტანის შემდეგი წარდგენა უკვე ხდება მისი აღწერის გარეშე. ეს ძალიან იშვიათი და რაღაც განსაკუთრებული ეპიზოდი არის, როდესაც აღწერილია არა ნესტანის მშვენება, არამედ აღწერილია მისი გავლენა ტარიელზე, როდესაც უკვე გაზრდილი ნესტანი ტარიელმა პირველად დაინახა და საქმე ის არის, რომ ისინი 7 წლამდე კი ერთად იზრდებოდნენ, მაგრამ შემდეგ მამამ კოშკი აუგო ნესტანს, ინდოეთის მეფემ ფარსადანმა, იმიტომ რომ არ უნდოდა რომ მისი ქალიშვილი ვინმეს ენახა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ თვითონ არ წარუდგენდა საზოგადოებას და აი სრულიად შემთხვევით მოხდა ისე, რომ 15 წლის ტარიელმა თვალი მოკრა ნესტანს და მოკრა თუ არა თვალი, გონება დაკარგა და 3 დღის განმავლობაში იყო ასე გონება დაკარგული და ძლივს მოასულდგმულეს და ვერც ერთი ექიმი ვერ მიხვდა რა სჭირდა, რატომ იყო ამ მდგომარეობაში. ტარიელის მიერ ნესტანის შემდეგ რამდენიმე წარდგენას გამოვტოვებ, იმიტომ რომ სქემა იგივეა, ტარიელი უყვება ნესტანის შესახებ ავთანდილს, მაგრამ არ გამოვტოვებ ერთ მომენტს, რომელიც ტარიელის ცნობიერებაში ჩაიბეჭდა სამუდამოდ, ეს იყო განრისხებული ნესტანი, რომელსაც ისე აღწერს. ქვეწვავით კლდის ან აპრალსა ვეფხი პირ გამეხებული, არც მზე გვანდა, არც მთვარე ხე ალვა ედემსხებული. და ნესტანის ეს ხატება, როგორც ვეფხის, მართლაც დაედო საფუძვლად ტარიელის შემდეგ ცხოვრებას, იმიტომ რომ მას ემოსა ვეფხის ტყავი და ამით ის გრძნობდა, რომ ნესტანი მუდმივად მასთან იყო და პოემასაც ასე ქვია ვეფხისტყაოსანი, ესე იგი ტარიელი, რომელსაც ნესტანი მოსავს. შემდეგ როდესაც გამზრდელი მამიდის ბრძანებით ნესტანი ზანგმა მონებმა კიდობანში ჩასვეს და ზღვის ჭიბში გადასაკარგად წაიყვანეს, პირველი ადამიანი, რომელიც მას ხედავს,
სიუჟეტის მიხედვით არის ფრიდონი, მულღაზანზარის მეფე და ის უამბობს ტარიელს როგორ წააწყდა შემთხვევით ამ სურათს, რომ კიდობნიდან ზანგმა მონება ამოსვეს ქალი და აი რას უყვება. ქალი გადმოსვეს სისხონი ნახე მისისათ მისანი, მას რომ ელვა კრთებოდა ფერნიმცა გვანდეს რისანი, მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი. იგი როგორი არის აქ წარდგენის სქემა? ტარიელი უამბობს ავთანდილს, როგორ ნახა ფრიდონმა ნესტანი და რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, როგორ აღწერს ის ამ ქალს. ესე იგი ერთი გმირი უამბობს მეორეს, მესამე როგორ წარადგენს მეოთხეს. აი ამ სქემაში ვართ ჯერჯერობით. პოემის შემდეგი პერსონაჟი, რომელიც ნესტანს ხვდება, ფატმანი არის, ის უამბობს ავთანდილს, როგორ დაინახა, რომ აი ზანგმა მონებმა კიდობნიდან გადმოსვეს ქალი. და აი რას ყვება ის? ახადეს, ქალი გადმოსვეს უცხოთა რამეტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშად მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისი საგვანითა. და შემდეგ ამბობს, რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხიმნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა. ხო და მე იმასაც ამბობს, რომ ზესავით იყო, თვალი ვერ გაუსწორე და თავი დავხარეო. ფატმანი კიდევ არაერთხელ წარადგენს ნესტანის მშვენებას, მაგრამ ეხლა შეგახსენებთ მხოლოდ ერთ სტრიქონს, უბრალოდ ერთ სტროფს, რომელიც პორტრეტული აღწერის და მათ შორის პორტრეტის მეტაფორული აღწერის გენიალური ნიმუში არის, შედევრია ნამდვილი. შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა იყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისარუბები, შუა ძოთსა და აყიყსა შჭვირს მარგალიტი ტყუბები. აი ამ სტროფში აღწერილია ნესტანის წამწამები, თვალები, ტუჩები და კბილები. და სქემა კი აქაც შედარებით მარტივია, ერთი პერსონაჟი მეორეს უამბობს მესამე როგორ ხედავს ნესტანს და მესამე როგორ წარადგენს. მაგრამ შემდეგი წარდგენის ავტორი უკვე არის ფატმანის ქმარი უსენი და როდესაც მან ნესტანი ნახა, თქვა რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი, თუ ხორციელი არის მცა, თვალნიცა მრისხვენ ღვთისანი. ღმერთის რისხვა მქონდესო, თუ ეს ხორციელი იყოსო, ვინც ეხა შენ მაჩვენეო. და შემდეგ ესე გრძელდება უსენის მიერ ნესტანის წარდგენა. უსენი იტყვის, ბევრ 1000 ნიჭირნი ამად ამიხოცნეს, ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთა გამცა ვითი კოცნეს. და ამის შემდეგ უსენი ამბობს, რომ თუ ამ ქალს ჩემი შვილები მერჩიოსო, ღმერთმა ის შვილები დამიხოცოსო. ახლა აქ სქემა უკვე როგორი არის? ავთანდილს უამბობს ფატმანი, უსენი როგორ წარადგენს ნესტანს, ანუ როგორ ხედავს ის ნესტანს და ეს იგი ფაქტობრივად ერთი გმირი უამბობს მეორეს, მესამეს მეოთხე როგორ წარუდგენს ნესტანს. შემდეგი პერსონაჟი, რომელიც ნესტანს წარადგენს, არის მელიქსურხავი და მთელ ამ ამბავს, რაც სხვათა სამეფოს მეფის სასახლეში ხდება, ჩვენ ვიგებთ ამ გზით, რომ ისევ ფატმანი უამბობს ავთანდილს, მაგრამ ფატმანმა საიდან იცის ის, რაც სასახლეში ხდებოდა, ეს ცნობილი არ არის და ეს არის ერთადერთი ეპიზოდი, ანუ სხვათა სამეფოს მეფის სასახლეში რა ხდებოდა, ერთადერთი ეპიზოდია, რომელსაც არ ყავს პირველი მთხრობელი. ანუ ჩვენ არ ვიცით ფატმანმა საიდან გაიგო ის ამბავი, რასაც შემდეგ ავთანდილს უყვება. მელიქსურხავიც რამდენჯერმე წარადგენს ნესტანს, მაგრამ განსაკუთრებით მეფური არის მისი ეს წარდგენა. ან ვისიმე მიჯნურია საყვარელი ეგონების, მისგან კიდე არ ვისაცცალს, არც საღავი ეუბნების, ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი. არც ალხინილ ხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი, დიდ ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი. სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვით ატრედი.
აი ამ წარდგენაში ნესტანის ის მხარე ჩანს, რომელიც აქამდე არავის არ აღუნიშნავს, რომ ეს არის ბრძენი, რომ ის ასხივებს სიბრძნეს და რომ მიჯნური არის და ამიტომ თუ ბრძენია და ამიტომ მისთვის უბედობა და ბედი არის ერთი და იგივე, იმიტომ ამაღლებულია უკვე ამ ყოფიერ ამბებზე. ნესტანის შემდეგი წარდგენა განსაკუთრებით საინტერესოა ამბის თხრობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფატმანი უამბობს ავთანდილს, როგორ შეიტყო ის ამბავი თუ რა მოხდა ნესტანის სასახლიდან წასვლის შემდეგ. უпростоად ფატმანმა მიცა მას საშუალება, რომ ცხენზე ამხედრებულიყო მამაკაცურად გადაცმული ნესტანი და ნესტანი ცდილობდა, რომ ამ ზღვათა სამეფოს გაცლოდა და წასულიყო. და აი გზაზე მას შეხვდებიან უცხო მგზავრები, რომლებიც დაატყვევებენ და წაიყვანენ ქაჯეთის ციხეში, მაგრამ საიდან იცის ეს ფატმანმა? აი ამას უკვე გვიამბობს ვეფხისტყაოსნის ავტორი. ფატმანი ყვება, რომ ერთხელაცო ჩავედი საგუშაგოსთანო და იქ საბი მგზავრი იყო მოსული ღამის გასათევად და ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ, თავს იქცევდენო და ერთ-ერთმა ესეთი რამ მოყვაო, რომ გზაზე მივდიოდითო და დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა, თქვით თუ მზიანი თუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა. შემდეგ ამბობს, ზოგთა თქვით არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო. და ბოლოს ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელ ვაბრებსა, მისი ციმციმი მზისაებრ ედინებოდა არებსა. ესე იგი, შემდეგ ფატმანი ამ გზავს თავისთან მოიწვევს და თავიდან ამბობინებს მთელ ამ ამბავს, მაგრამ ფატმანი უყვება, ესე იგი, ავთანდილს, რომ გზავრმა, რომელმაც ნესტანი ნახა, ეს ამბავი შემდეგ როგორ უამბო სხვა მგზავრებს და აქ უკვე სქემა ესეთი არის, რომ ერთი პერსონაჟი უამბობს მეორეს, მესამე, მეოთხე როგორ წარუდგინა მეხუთეს და მეექვსეს. და შოთა რუსთაველი საჭიროდ მიიჩნევს, რომ უკვე თითქმის ამბის ბოლო არის, უკვე მრავალჯერ წარდგენილია ნესტანი და მაინც აი ეს შემთხვევითი მგზავრები როგორ ხედავენ ნესტანს, როგორ აღიქვამენ მის სილამაზეს, აი ეს სულ დაწვრილებით აღწეროს კიდევ. საინტერესოა, რომ ავთანდილ და ფრიდონი ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ, როდესაც გვირაბში შევლენ და ნახავენ, რომ უკვე ნესტანი და ტარიელი ერთად არიან, ყელიყალ გადაჭტობილი და აქ უკვე ნათქვამი არის ის ფრაზა, რომელიც მე თავში დღეს ვახსენე, ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, სხვა დამატებითი წარდგენა ნესტანის აღარ ხდება, მაგალითად ავთანდილზე მან რა შთაბეჭდილება მოახდინა პირველად ნახვის დროს, ეს აღწერილი აღარ არის ვეფხისტყაოსანში. და ბოლო პერსონაჟი, რომელიც ნესტანს წარადგენს, არის არაბეთის მეფე როსტევანი. ეს წარდგენაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მეფე როსტევანი ხვდება ქალს, რომლის გამოც ბოლო 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოსვენება არ ჰქონდა და შეიძლება ითქვას სიცოცხლე გაუმწარდა. რატომ? ჯერ იყო უცხო მოყმესთან შეხვედრა, რომლის შემდეგაც მეფე მიფიქრა, რომ ღმერთს მისი წყალობა მობეზრდა და იყო ძალიან შეწუხებული და დადარდიანებული. შემდეგ 3 წელი გვერდით არ ყავდა თავისი გაზრდილი და არაბეთის პასპეტი ავთანდილი. შემდეგ ეს ავთანდილი დაბრუნდა, მერე კიდე გაიპარა და გაურკვეველი ვადით სადღაც წავიდა. და აი ამდენი რამის გადამტანი არაბეთის მეფე ხვდება ქალს, რომლის გამოც აი მთელი 4 წელიწადი ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. მაგრამ სანამ უშუალოდ შეხვდება ნესტანს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მას ტარიელი გამოუგზავნის მოციქულს და შეუთulis მეფეს. მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭუნელსა, მოუკრეფესა. ანუ აქ მინიშნებით კი არა და პირდაპირ ეუბნება, რომ ჩემი გამარჯვება, რომელიც მოპოვებული არის ავთანდილის დიდი დახმარებით, არის სინამდვილეში უხინჯო და უნაკლო. აი ამას ატყობინებს წინასწარ როსტევანს ტარიელი. და შემდეგ უკვე როდესაც ნესტანი როსტევანის წინაშე წარდგება მისასალმებლად, რუსთაველი წერს, რომ ქალის გაწვებიდან მომდინარე სხივმაო მეფე შეაკრთო, თვალი დაუხუჭაო და გაოგნებულმა როსტევანმა ქალის ქება დაიწყო. ეტყვის მზეო ვითა გაქო
ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენს საჭვრეთად აღარ მინდით, არ ვარდნო და არიანო. სხვათა შორის ბევრჯერ წარმომიდგენია, როგორ ფიქრობდა რუსთაველი ამ წარდგენაზე, როდესაც მოხუცი მეფე, ასაკოვანი მეფე ხედავს ქალს, რომლის გამოც ჰქონდა მძიმე წლები გადატანილი და რა უნდა უთხრას, როგორ უნდა ასახოს სიტყვებში მისგან მიღებული შთაბეჭდილება და მე ისიც წარმომიდგენია ხოლმე, რამდენად კმაყოფილი იყო შოთა რუსთაველი, როცა შეძლო და მოძებნა ეს სიტყვები და ეს სტროფი დაწერა. მართლა შეუძლებელია მგონი ამაზე უკეთესად გამოხატვა ადამიანის შვენების. ეს წარდგენა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გვეუბნება, რომ ყველა დარდი დავიწყებულია და რომ ეს ქალი იმსახურებდა ყველა დღეს და ღამეს, რომელიც გაილია მის ძებნაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მინდა რომ შეგახსენოთ ჰომეროსის ილიადა. მშვენიერი ელენეს გამო აქაველები და ტროელები 10 წელი უკვე იბრძვიან და აი ამის შემდეგ ტროელი უხუცესები მეფე პრიამოსის მრჩევლები დაინახავენ მშვენიერ ელენეს და აღფრთოვანებულები იტყვიან, რომ არ არის სათაკილო, რომ ასეთი ქალის გამო, რომელიც უკვდავ ქალღმერთებს გავს, ტროელები და აქაველები ამდენ ხანს იტანჯებიანო. ესე იგი, ჰომეროსმა მშვენიერი ელენეს გარეგნობა სიტყვებით კი არ აღწერა. მისი გარეგნობა ამგვარად აღწერა, რომ მოხუცი მამაკაცები, ბრძენი მამაკაცები რას ამბობენ მის დანახვაზე. ამბობენ, რომ დიახ, ღირდა 10 წელი ამდენი ტანჯვა და წამება ამ ქალის გამო და მეტი აღწერა, უკვე მართლა აღარ არის საჭირო, ყველაფერი არის გასაგები ამითი. ვეფხისტყაოსანში კი აი მეფე როსტევანის ამ გულში ჩამწვდომი და დასამახსოვრებელი სტროფით თავდება ნესტანის აღწერა, მისი წარდგენა და ეხლა მინდა რომ შევაჯამოთ მოკლედ ნესტანისგან მომდინარე წარმოუდგენელი აი ეს შუქი, რომელიც ისეთი ძალის არის, რომ ზესავით ადამიანებს აიძულებს, რომ თვალი ვერ გაუსწორონ და თავი დახარონ, თვალი დახუჭონ. ეს გვხდება ყველა აღწერაში, მაგრამ არის დეტალებიც განსხვავებული და აი ეხლა გეტყვით რა. ტარიელისთვის, რა თქმა უნდა, ნესტანი არის ვეფხვი პირგამეხებული, ვეფხვი არის ნესტანის სიმბოლო. ფრიდონი ახსენებს ქალის თმას, ფატმანი ახსენებს მის რიდეს და კაბას და შემდეგ კი ძვირფასი ქვებით აღწერს მისი გარეგნობის დეტალებს. უსენი ლაპარაკობს დასაკოცნ ღაწვებზე, ანუ ლოყებზე. ზღვათა მეფე ლაპარაკობს ქალის სიბრძნეზე, ხოლო როსტევანი ახსენებს ციურ მნათობებს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და ასევე ვარდს და იას. მთლიანობაში, ანუ ნესტანის წარდგენების ჯამში, სრულად არის აღწერილი ქალის ზოგადი სილამაზეც, შუქი და სიბრძნე, რომელსაც ის ასხივებს, ასევე მისი სამოსი და მისი გარეგნობის დეტალებიც. და აი ამ ერთიანი სურათის გადმოსაცემად შექმნილი არის გმირის წარდგენის სქემა, სადაც მკითხველიდან წარდგენამდე ან არის ერთი საფეხური, ან არის 2, ან 3 და ან 4. და არ დავიღლები ამის თქმით, რომ ეს რთული დრამატურგიული ნახაზი, ასე ვთქვათ, არის შექმნილი მე-12 საუკუნეში დაწერილ პოემაში. დღეს ამით დავასრულებ გმირების მიერ ერთმანეთის წარდგენის ამბავს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამოვტოვე, მაგრამ მგონია და იმედი მაქვს, რომ ზოგადი შთაბეჭდილება შეგექმნათ რუსთაველი, როგორ ქმნის აი პერსონაჟთა წარდგენის, მათი ექსპონირების რთულ და ამავდროულად მარტივ სქემას და ახლა მინდა რომ დაგემშვიდობოთ შემდეგ ხუთშაბათამდე, გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ჩვენი ზღარბის არხი გამოიწეროთ და მინდა რომ გულწრფელი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ აქ ამ პლატფორმაზე. გმადლობთ.